წინასწარი მონაცემებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებულ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ პირველივე ტურში გაიმარჯვა. ხაჯიმბას ხმა არჩევნებში მონაწილეთა 50.57% მისცა. დე-ფაქტო ცესკოს თავმჯდომარის ბატალ ტაბაღუას განცხადებით მეორე ადგილზე დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ასლან ბჟანია გავიდა. მან ხმების 35.91% აიღო. ხმების 6.4% კი დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ქიშმარიამ აიღო. მეოთხე ადგილზე შინაგან საქმეთა ყოფილი დე-ფაქტო მინისტრი ლეონიდ ძიაფშიპა გავიდა. მან ხმების 3.4% მიიღო. ეგრეთ წოდებული ცესკოს განცხადებით არჩევნების შედგა, ვინაიდან მას შეამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა მიიღო მონაწილეობა. არაღიარებული აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 132.861 ამომრჩეველს ჰქონდა. გალისა და ტყვარჩელის რაიონების 22,000-ზე მეტ მცხოვრებს კი ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვათ, რადგან მათ აფხაზურ პასპორტთან ერთად ქართული პასპორტებიც აქვთ. ხაჯიმბას მომხრეები გამარჯვებას მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ. По результатам выборов, которые прошли, 2014 წლის 24 აგვისტოს აფხაზეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობა რაულ ხაჯიმბამ მიიღო. მას ხმა 50.494-მა ამორჩეველმა მისცა, რაც ხმების 50.57%-ია. შესაბამისად ამ დროის მონაცემებით არჩეულ პრეზიდენტად რაულ ხაჯიმბა ითვლება.